ძალიან მოკლე ვიდეო მინდა ჩავწერო. ესე იგი, ეხლა ხდება საოცრება რა ამერიკაში რა, ესე იგი, არის ეგეთი სენატორი კორი ბუკა და ვიღაცები ვინც ადევნე თვალყურს ალბათ ესე იგი იცით უკვე მაგის შესახებ რა, ესე იგი სენატში მე-15 არა მე-16 საათია ლაპარაკობს დემოკრატია რა და ესე იგი ისეთი მგზნებარებით აი რომ დაიწყო უყურებდა ცრემლები ადგებოდა თვალებზე რომ რა ხდება გაიგე რომ ესე იგი ყველა იმ ღირებულებას რასაც ვაშენებდით საუკუნეები აი საუკუნე აი ფრანგული რევოლუცია მოყოლილია ეს გაიგე ყველაფერი აი ეს ერთი კაცი მოდის და რაცხას იმას ამას უკანა უდგანან ვიღაცა მაყუთიანი ტიპები უნდათ რომ თავისი სამყარო გაიკეთონ და ანგრევენ მთელ ამ ყველაფერს ანგრევენ დემოკრატიას ანგრევენ ჰუმანისტურ ღირებულებას და აი მე-16 საათია და ამბობს რომ არ წავალო აქედან სანამ შემეძლება დგომა და ლაპარაკიო რა ესე იგი აი ესეთი რაღაცეები გვჭირდება აი ესეთი მგზნებარება გვჭირდება გამიგეთ რა შეასაქმე რა არის იცით ხალხო უწინ ხო გახსოვთ ეს ჩვენი ეს პროტესტები და რაღაცეები არა მარაზმი რო იყო გულუა მე ვერ უყურებდი ხო ასეც არ დავდიოდი იმიტომ მეზიზღებოდა და ესე იგი ვერც უყურებდი მაგას რომ ეს რომ გამოდიოდნენ პარტიის ლიდერები და რო ხაოდენ რო ეგონას რომ ყველა ჰიტლერი უნდა იყოს და ესა და აი ყელიდან აი აქედან გულიდან კი არავინ ლაპარაკობდა და აი ესე ყელიდან და ხაოდენ და მე გაუმარჯოს ეს გოიმური ჯოს და რა ეგ არ გვჭირდება, ეგ მარაზმი ახალი კულტურა უნდა შევიმუშაოთ, გამიგეთ, აი გამოსვლის ამ საუბრის გულიდან ლაპარაკის, ამის დედავატირე თურმე ჰაიდეგერზე ჩუმად კაცი არ ლაპარაკობდა ლექციებზე და ბუზის გაფრენა ისმოდა და ისეთი იყო სტუდენტები ლაპარაკობენ, რა თითქოს ცა გაიხსნა და რაღაც ელვა და მეხი და რაღაცა აი ესეთი ძალა ქონდაო ლაპარაკის არ არის საჭირო აქედან ყივილ-წივილი რომ ესე გულავა და ვიღაცები რომ კიოდენ და წიოდენ საზრიცრად რა ესე იგი ეს არ იყო კულტურა არ იყო გაიგე პოლიტიკური ყველა შევინო რომ ჰიტლერი უნდა იყოს და აი ესე იხავლოს და ხელი აქნიოს ესე როგორც მასკმა გააკეთა და რაღაცა ხო და ახალი კულტურა უნდა შევიმუშაოთ მაგრამ უნდა იყოს ტრიბუნა ვის გაუგია პროტესტის ხალხი იდგეს იქ 4-5 საათი ესე იდგენ ნახევარი ჭორაობს ნახევარი ესე იგი უნდა გამოვიდეს ყველა გულხურვალე ხალხი ესე იგი რა ნახევარი საათი რომ ილაპარაკონ თქვა სიტყვაზე რა 3-4 გამოსვლმა და ერთი ახალი იდეა დაიბადოს ან ერთია და მე აიტაცოს ხალხმა არ შეიძლება ეს სიჩუმეში მივიდე დადგები წამოხვალ არ არის სწორი მაგრამ ის არ არის სწორი აი ხავილის და ჯოს ჯახილი ეს არის აი ხელოვნური გამოსირებულობა ესე იგი გჭირდებათ ახალი კულტურა ესე იგი რასაკვირველია გზნევარებით იქნება ნალაპარაკები რაღაცა მაგრამ აი პათეტიკა გოიმური და რაღაცა ისე სლოგანების ყრა და რაღაცა ეს უბრალოდ არის ძველმოდური აღარ არსებობს ეგ ლენი ყვიროდა და ჰიტლერი და რაღაცა აღარ არის ეგ საჭირო რა დღეს შეგვიძლია სხვა კულტურა ვიხმაროთ რა და აი ეს კაცი ეს სენატორი რომელიც ახლა გამოდის რა ეს ბოკა ეგ გამიგე ეს არის აი პერფორმანსი რა ნამდვილი რა და აი ჩემო მეგობარმა მითხრა ეხლა რომ ესა ძველი ისინი რო იყვნენ რაღაცა წმინდანები და რაღაცა აი საათობით რო იდგენ იმაზე რა ქვია რაღაც გაუნძრებლად და აი რაღაცა ეგეთი აქცია და ძალიან მაგარია და ესე იგი რაღაც ეგეთები უნდა მოხდეს ახალგაზრდებმა უნდა გააკეთოთ ხალხმა გამიგეთ ეგა რა აი რაღაცა აქცია ესეთი აი მარტო რომ გამოხვიდე და ილაპარაკო რაღაც პერსონალური მიკროფონით ისიც კი ძალიან მნიშვნელოვანია და შენ გარშემო რაღაც 40-50 კაცმა გაიგონეს სხვაგან კიდე ილაპარაკოთ აი ეს აუცილებელია საუბარი ლაპარაკი აი მიხვდით ესე იგი თუ მენტალურად ერთმანეთი არ დაქოქეთ რა გამოვა არაფერი არ გამოვა ხალხნო გაიგეთ ეს დგომა მარტო არაფერი არ მოაქვს მაგას და უცადოდ სალომე რაღაცა რა უნდა თქვა სალომეზე რომელი ცეცხლოვანი არსებაა მე პათეტიკაზე კი არ ვლაპარაკობ რა ის სიტყვებში ჩაიდოს გული გამოვიდეს და რაღაცა ისეთი არა რატო ელოდებით სალომე რა ხო არავის არ მოეწონა მაგის გამონათქვამი იმიტომ რაღაცა კიდე გადადებულში კიდე იმაში ესე არ კეთდება გაიგე იმიტომ რომ ეხლა პრინციპულად ეს მშვიდობიანია თუ რა რევოლუცია გამიგეთ და რევოლუცია სჭირდება გზნებარება გზნებარები ვითუ არა აქვს ადამიანს შიგნით რა გზნებარებას კივილი კი არ სჭირდება გზნებარებას სჭირდება intensity აი ინტენსიურობა დაძაბულობა ეგ აი ხა ეს კაცი აკეთებს მაგას ესე მთელი ამერიკა ხა მაგაზე ლაპარაკობს რა CNN-ზე არის მთელი ამბავი ატეხილი და აი ყოველ წუთში აჩვენებენ და ისა და ისა გამიგეთ აი ეს არის აქციები ეს კი ცალ-ცალკე გაიგე ინდივიდუალურად პიტაჩოკებს რასაც ეძახიან რომ ეს აი პატარა რაღაც მონაკვეთებზე
ისაუბრეთ, ილაპარაკეთ, გაიგეთ, თან ილაპარაკეთ, ეცადეთ ილაპარაკოთ ყველაზე დიდ და ზოგადზე. ეს იქ აი იმ კრიტიციზმზე, რაც რო ჩაქოლეს და იმასკენ დააბრიდეს ეს გაიგე ეს რასაც ქვია დემოკრატია რა, საქართველოსი რასაც ვიბრძოდით, გიждდებოდით რა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ყველაფერი გამიგე, ხოდა აი ამაზე გაიგე ის კი არა აი ისინი რაღაც ზვიადისტები ესე და ნიშისტები ასე და რაღაც ერთმანეთს კი არის ჯახულა და ეხახუნოთ. აი იგი აი ამ დიდ რაღაცებზე ყველას გაქვთ ეგ შიგნით რა დაგვაგერ ჩემთან Facebook-ზე რა ვიცი ვინ არ მიწერს და რაღაცა ცეცხლოვანებით ხო? აი ეს დაგოგეთ ეს ენერგია. დაგოგეთ ეს კაცი არის წარმოუდგენ ხა უკვე გაიგებთ უკვე მაგის შესახებ ალბათ და ესე კი ეს არის მაგალითი, ზღაპრული მაგალითი, ცრემლებით თვალებში ადამიანი მე-16 საათია ლაპარაკობს იმაზე რომ ერთი ვიღაცა შიზოიდი მოვიდა უკან უდგას რაღაცა ეს Heritage Foundation ისინი კონსერვატორი რაღაცა ფაშისტები და უნდათ რომ აი ესეთი რა ოლიგარქების სახელმწიფო გააკეთონ რა გამიგეთ ეს მოწყვეტილი ყველას იმის მაგალითად ერთი ცივილიზაცია ევროპა ამერიკა ერთად იყვნენ და 60 წელი ნახევარი საუკუნე ისე ითანამშრომლეს რომ თითით საჩვენებია და უცბად ეს წითელი იდიოტი მოვიდა და უცბად ანგრევს ყველაფერს რა და რაღაც იგონებს რაღაც ახალს და ის great America რა great როდის იყო great ეს ამერიკა გამაგებინათ როდის ეს იყო ომის შემდგომ პერიოდი ხო 50-იან წლებში როცა რაღაც ის იყო რა ქვია ინდუსტრიული ძალიან ძლიერი ფაზა ქონდა მაშინ იყო great რატო იყო great მე მაგალითად ვთვლი რომ 60-იანებში იყო great როცა გაჩნდა სან-ფრანცისკოში მოძრაობა ნიუ-იორკში ხდებოდა გიჟობები რაღაცა მუსიკაში კულტურაში მე მაგას ვთვლი great ვაფშე არ ვთვლი great რომ იმ დროს იყო great ამერიკა ასე არის რა კულტურაზე ორიენტირებული ხალხი ამ კულტურულ ცნობიერებაში რაღაც ხდება დიდი ძრები იმასთვის great და ვიღაც იდიოტს გონია რომ ბევრ საპონსრო გამოუშვებდა ტუალეტის ქაღალდს ეგ არის great ან ერთ დიდ იმას რა კადილაკს ხო და ეგ არ არის ეგრე ხო და ამიტომ ისაუბრეთ თქვენ თვითონ დაადგინეთ თქვენი მომავალი რა არის ფაქტიურად თქვენ მომავალზე უნდა ისაუბროთ და არა გაიგე ჯიკაობა რა პარტიული ერთმანეთთან და მე ჩემი ნიშა და ჩემი ზვიადი და ჩემი ბიძინა და არა ეგრე არ გამოვა ეგ არ არის ის დონე რომელიც მომავალი უნდა გაგიხსნათ გამიგეთ ისევ რაღაცა პერსონებზე ეკიდებით ისევ რაღაცა პიროვნებებზე ჩამოკიდება და ლიდერი და რაღაცა და ელოდებიან ქარიზმატიულ ლიდერს რა გინდათ ბონაპარტი გინდათ მოვიდეთ იქ ქარიზმატიული ლიდერები ანგრევენ ყველაფერს მეტი კი არაფერი აგე მაკედონიელმა გადახოცა მილიონობით ადამიანი და ბონაპარტმა რა უკეთესი გააკეთა რა მე თუ რა ხდება რა რატო არ გესმით რომ ეს ჰეროიზმი და ეს ჰეროისტიკა გათავდა სხვა საუკუნეში გახნო AI გაქვთ და აგე GPT გიდევთ სახლში და გელაპარაკება გინდა პლატონისტი და გინდა არისტოტელეს ტექსტი და რითიც გინდა და შემოდეთ თქვენ რაღაც სისულელებს ლაპარაკობთ რა ქარიზმატული ლიდერი არა თქვენ ხართ ყველა ლიდერები თითო ადამიანი თქვენი ძალისხმევით